მოგურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98. ყაზახური სახელმწიფო კორპორაცია ყაზტრანსგაზ თბილისის გასაყიდად მზად არის. ყაზმუნაიგაზის შვილობილ კომპანიაში თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის გასხვისების დაწყების პროცესს ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა ღიად მიანიშნება, რომ საქართველოში მათი ბიზნესი არაეწყო. მე-9-თან ექსკლუზიური ინტერვიუში ყაზტრანსგაზ თბილისის გენერალური დირექტორი, რომელიც ამჟამად მართვის სადავეებიდან ჩამოშორებულია, ამბობს, რომ ხელისუფლება ყაზახურ კომპანიას 3 წლის მანძილზე პრობლემებს უქმნიდა. ყაზტრანსგაზ თბილისის შესაძლო გაყიდვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია არც უარყოფს და არც ადასტურებს. მე-9 არხის ეს შეკითხვა გაზგამანაწილებელი კომპანიის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მიერ შესაძლო ყიდვასთან დაკავშირებით დაისვა. რაც ეხება ყაზტრანსგაზის ინვესტიციებს ქვეყანაში, თქვენ იცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან და ყაზახეთის მხრიდან არსებობს საერთო კომისია, რომელიც მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რადგან უფრო გამართულად მუშაობდეს ეს პროგრამები, როგორც თბილისში, ასევე სხვა მიმართულებები. ქართულ-ყაზახური საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელის რანგში მინისტრის ამ განმარტებას არ ეთანხმება გაზგამანაწილებელი კომპანიის გენერალური დირექტორი. სანჯარ შოკატაევი დღეს იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ყაზახი ინვესტორებისთვის თბილგაზში დროებითი მმართველის შესვლის დღიდან დაიწყო. 40 მილიონов долларов. 40 მილიონი დოლარის დავალიანებას დღესაც ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ 108 მილიონის ინვესტიცია განვახორციელებთ. 2006 წლიდან ქართული მხარისგან ვითხოვდით, რომ ჩვენი კომპანიისთვის შეთანხმებული ტარიფი დაედგინათ, რაც არ დაკმაყოფილდა. 2009 წლიდან კი დროებითი მმართველის დანიშვნისთანავე ტარიფი გადაიხედა. თუ ჩვენ 1 კუბური მეტრის გაზის იმპორტში $167 ვიხდიდით, ახლანდელი დროებითი მმართველობისას ის $153. ჯამში ეს წელიწადში 10 მილიონიანი მოგებაა, რომლის გათვალისწინებით ჩვენი დავალიანება უკვე გასტუმრებული უნდა იყოს. რეალურად კი ვალი 26 მილიონით გაიზარდა. გართულებულ საინვესტიციო გარემოში ყაზახი ბიზნესმენები ქართული აქტივის გაყიდვის სურვილს ღიად გამოხატავენ. თუმცა სანჯარ შოკატაევის სახელმწიფო კორპორაცია ყაზმუნაიგაზის გვერდისავლით თბილგაზის აქციებზე ფარული გარიგების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამ ეტაპზე ის არც პოტენციურ მყიდველთან მოლაპარაკებებს ადასტურებს. ისინი მართავენ და ცხადია მათო შეუძლიათ პოტენციური ინვესტორი მოიძიონ. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კი კომპანიის გაყიდვაზე დადგება საკითხი, მაშინ ყაზახურ მხარეს ერთი მთავარი პირობა ექნება. ახალმა მეპატრონემ არსებული ყველა დავალიანება უნდა დაფაროს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ კომპანია მიზანმიმართულად გააკოტრა. კომპანია თბილგაზი დღეს ყაზახურმა მენეჯმენტმა და თბილის მენეჯმენტმაც შეგნებულად ამ ვალებით გააკოტრეს და გაამზადეს კრემლისთვის მისართმევად. ეს არის ფორმულა მთელი, ხო? და დღეს უკვე ფაქტიურად ეს ლანგარზე უნდათ მიართვან ისევ და ისევ რუსეთს, იმიტომ რომ პოლიტიკური ფასის გადამხდელი ამ კომპანიაში რუსეთის გარდა სხვა არავინ არ არის. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ყაზტრანსგაზ თბილისში დროებითი სახელმწიფო მმართველი 2013 წლის 1 მაისამდე დარჩება.